მიმატოვა არ დამიფასა სიყვარული, არ დამიფასა ის სიკეთე, ის ამაგი და ის შრომა, რაც მისთვის მასზე გავწიე. არ დამიფასა თანადგომა, ხარდაჭერა. მოკლედ, არაფერი არ დამიფასა და ზუსტად იმ მომენტში მიმატოვა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა. ასეთი შინაარსის პოსტებს ალბათ ყველა ჩვენგანი ხშირად აწყდება სოცქსელებში. მეც ხშირად ვაწყდები. და დღეს რატომღაც მომინდა, რომ ამ თემაზე ჩამეწერა ვიდეო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ტკივილიანი პოსტების უკან დგანან ქალები, რომელთათვისაც საყვარელი მამაკაცი, რომელიც მათი ცხოვრებიდან წავიდა, მათთვის წარმოადგენდა სამყაროს ცენტრს, ჭირს. მათთვის წარმოადგენდა ზოგადად ყველაფერს. და ის ტკივილი, რომლებსაც ეს ქალები განიცდიან, იმდენად უკიდეგანოა, იმდენად ყოვლის მომცველია, რომ მათი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ასეთ ადამიანებს უჭირთ შემდეგ ნორმალური ფუნქციონირება, უჭირთ ამ წყენის, ამ ტკივილის, ამ შეურაცხყოფის ატანა, დაკანინების ატანა იმის გამო, რომ უმეტესწილად გონიათ, ან შეიძლება ასეც ხდება, რომ კონკრეტული მამაკაცი წავიდა სხვასთან, სხვა არჩევანი გააკეთა და მიატოვა ქალი, რომელმაც მისთვის ყველაფერი გააკეთა, რომელმაც პრაქტიკულად მსხვერპლად გაიღო ყველა რესურსი, რომელიც გააჩნდა და ეს მაინც არ დაუფასდა. რასაკვირველია მესმის, რომ რასაც ახლა ვიტყვი, ბევრი წინააღმდეგობის გამოწვევა შეუძლია მსმენელისაგან და ალბათ არაპოპულარული მოსაზრება გახლავთ ეს, მაგრამ ვინაიდან სხვაგვარი დახმარება გარდა იმისა, რომ თავს შემოუძახე, თავი ხელში აიყვანე, ილოცე, არ ვიცი, სეირნე და ასე შემდეგ, ასეთი სახის რჩევები, როგორც წესი არ ჭრის, არ არის ეფექტიანი და რაც მთავარია, არაფერს არ შველის მიტოვებულ ადამიანებს. ამის გამო მინდა ჩამოთვალო ის მიზეზები, რომელთა ნიადაგზეც, საფუძველზეც მოხდა მსგავსი შემთხვევა, ანუ მსგავს მოვლენას ჰქონდა ამ ქალების ცხოვრებაში ადგილი. პირველი გახლავთ მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ადამიანს ყველაფერს შეწირავ, მსხვერპლად გაიღებ შენს ყველა რესურსს, ანუ განსხეულდები თუ განიფთდები მასში და ხელის გულზე მიუტან ყველაფერს, ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, შენზე დამოკიდებული გახდება. არა, ეს ასე არ ხდება. როგორც წესი, უყვართ არა ის, ვინც ზრუნავს, არამედ ის, ვისზეც ზრუნავენ. გარდა ამისა, დამერწმუნეთ, რომ როდესაც თქვენ ადამიანთან ურთიერთობას აწყობთ და ის გიყვართ, თქვენ პირველ რიგში არ ხართ მისი ფსიქოთერაპევტი, არ ხართ მისი დედა, არ ხართ მისი ექიმი, არ ხართ მისი ბანკირი, არ ხართ ზოგადად ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდეს. არა. თქვენ ხართ პარტნიორი,
რომელიც იმსახურებს ისეთივე თანაბარ პირობებს და ისეთივე ზრუნვას, სიყვარულსა და თანადგომას, როგორსაც გასცემთ. ამიტომ თუ კი თქვენ გსურთ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა არ დატოვოს თქვენი ცხოვრება, პირველ რიგში მოეშვით მსხვერპლად შეწირვას. ეს არასოდეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ. ამასთანავე დავძენ, რომ თქვენი მხრიდან თანადგომა, სიყვარული და ზრუნვა შესაძლოა გამოვლინდეს უკვე მას შემდეგ, რაც მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობაში იქნებით. მანამდე, სანამ თქვენ ამ ურთიერთობას აწყობთ, დამრწმუნეთ, რომ ეს არის მხოლოდ ხელის შემშლელი და დესტრუქციული ქმედებები. დესტრუქციული იმიტომ, კიდევ გავიმეორებ, რომ უყვართ არა ის, ვინც ზრუნავს, არამედ ის, ვისზეც ზრუნავენ. ვისშიც უფრო მეტ რესურსს ჩადებენ. გარდა ამისა, შთაბეჭდილება რჩება ისეთი თითქოს ქალების უმრავლესობას, რომლებიც მიატოვეს პარტნიორი, ეგრეთ წოდებული პარტნიორი, რომლის გამოც ყველაფერი მსხვერპლად გაიღეს, როგორ თქვა, ყავთ რაღაცა მსხვერპლის როლში, ანუ უბრალოდ ის პარტნიორი შემოდის მსხვერპლის როლში და შეყვარებული ქალი გადაწყვეტს, რომ მას უშველოს, ასე ვთქვათ, ამოაძვრენოს ჭაობიდან, დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს, ცხოვრება მოუწესრიგოს და ასე შემდეგ. იზამთ ამას. იზამთ, რადგან შედეგი დადგება თქვენთვის სამწუხარო. კიდევ ვიმეორებ, თქვენ არ ახართ ფსიქოთერაპევტი პარტნიორის, ადამიანის, რომელიც გიყვართ, არ ხართ მისი ექიმი, დედა და ძმა და ასე შემდეგ. თქვენ ხართ სრულუფლებიანი პარტნიორი, რომელიც იმსახურებს ზუსტად ისეთივე თანადგომას, როგორის მიღებაც თქვენგან შეუძლია. ეს პირველი შეცდომაა და ასევე შეცდომაა ის, რომ ამ ადამიანს ვაქცევთ ჩვენი სიცარიელის შემავსებელ ობიექტად, იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ შეგივსებთ სიცარიელებს ხანგრძლივად, ვერ შეგივსებთ იმ მოთხოვნილებას, რომ იყოთ სიყვარულის ობიექტი ხანგრძლივად, ვინაიდან ყველა ადამიანი არის ძალიან ინდივიდუალური, განსხვავებული ერთმანეთისაგან და გააჩნია თქვენგან განსხვავებული ღირებულებები. ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ ურთიერთობის დასაწყისშივე წითელი, ეგრეთ წოდებული წითელი დროშები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანთან არ ღირს ურთიერთობის აწყობა. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უკვე პოსტფაქტუმ, როდესაც თქვენ უკვე გული გეტკინათ, როდესაც თქვენ უკვე მიგატოვეს, როდესაც თქვენ უკვე გაწყენინეს და გაკნინეს და შეურაცხყოფა მოგაყენეს, თქვენი აღქმით, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ამის შესახებ შემოგთავაზებთ მეორე ვიდეოს, რომელსაც უახლოეს დღეებში ჩავწერ. დიდი მადლობა, ბედნიერებას გისურვებთ როგორც ყოველთვის და უამრავ სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში.